და კიდევ ერთი არანაკლებ სკანდალური თემა, რომლის ირგვლივაც უნებათაღელვა არ ცხრება და არც აქციების შეწყვეტა ამოსალოდნელი. სახელმწიფოს პოზიცია დღეს პრემიერ-მინისტრმა კიდევ ერთხელ გამოხატა. მთავრობისთვის პრიორიტეტული საბადოზე დასაქმებული მოსახლეობაა. ამ განცხადების შემდეგ კი RMG-ის თანამშრომლებმა ექსპერტები საყდრისის ტერიტორიაზე აღარ შეუშვეს. სიტყვიერი დაპირისპირება კაზრეთში გარემოს დამცველთა გამოჩენას მოყვა. გარემოს დაცვითი ქსელის წარმომადგენლები ეკოლოგიური მდგომარეობის გასაცნობად და საყდრისზე მიმდინარე სამუშაოების დასათვალიერებლად ჩავიდნენ. ამის საშუალება კი მათ ადგილობრივებმა არ მისცეს. არ გაჩერდეს საწარმო, იმუშაო საწარმო ადგილობრივმა ხალხმა. მოდიან არასამთავრობოები, გვირევენ, გვიჩერებენ ქარხანას, მაგათ დამსახურებით ჩერდება ქარხანა. ყველა ამ ადამიანს ერთი მოსაზრება აქვს და ყველა ამ ადამიანს უნდა ნორმალურ საზოგადოებაში, ნორმალურ ქვეყანაში ცხოვრება. და ამის პირველი ვალდებულება აქვს მთავრობას. ეს ბორცვი, ასე თქვა და ეს მართლაც მე არ მინდა სხვანაირად მოიხსენიო. გარემოს დამცველების პოზიციას არ იზიარებს პრემიერ-მინისტრი. ირაკლი ღარიბაშვილის განმარტებით მთავრობისთვის პრიორიტეტი საყდრისის ტერიტორიაზე დასაქმებული ადგილობრივები არიან. 3000 ოჯახის უსამსახურო დატოვება ასეთ ვითარებაში, როგორც ვიმყოფებით ჩვენ დღეს, არის ძალიან დიდი უპასუხისმგებლობა. ბრალდებები, რაც მე მესმის, არის მე ვფიქრობ მიზანმართული და შეურაცხყოფელი არის, ვინაიდან მე მინდა ყველა შევახსენო, რომ ბატონი ბიძინა ივანიშვილის დაფინანსებით 700-ზე მეტი კულტურული ძეგლი არის აღდგენილი საქართველოში. დამატებითი განმარტება ირაკლი ღარიბაშვილმა ფინანსთა მინისტრისგან მოისმინა. საყდრისთან დაკავშირებით განცხადება კულტურის მინისტრმაც გააკეთა. ის არტეფაქტები, რომელიც ახლა ღიაცის ქვეშ არის, ისიც უახლოეს დღეებში ჩვენ დაცულ სივრცეში გადავიტანთ მათ. ცხადია, ეს ყველაფერი მოხდება სამეცნიერო წრეების ჩართულობით. ვოლნისის რაიონის ბიუჯეტის შემოსავლების ფორმირება რეალურად მხოლოდ ამ ერთ საწარმოზეა. წელს ჩვენ მოგვიწია 9 მილიონის მიცემა, მაშინ როცა წინა წლებში ჩვენ ვოლნისის ბიუჯეტს ფულს არ ვაძლევდით არასოდეს. მთავრობის ამ პოზიციას აკრიტიკებენ საყდრისის დამცველები. მათი ნაწილი სამართლებრივ ბრძოლას სასამართლოში აპირებს. იმ თავითვე მცდარია კულტურული მემკვიდრეობისა და ქვეყნის სოციალური და ეკონომიკური განვითარების დაპირისპირება. დღევანდელ ხელისუფლებას სამწუხაროდ არ აქვს სწორი ხედვა კულტურის სფეროში. შანსები ერთადერთი სამართლებრივი ბრძოლა, მეტი აღარაფერი, მეტი აქამდე ყველანაირად ვცადეთ კანონის ფარგლებში საყდრისის დაცვა. ეხლა გვიწევს საყდრისის ნარჩენების დაცვა. საყდრისის დამცველები უახლოეს მომავალში საპროტესტო აქციების გაგრძელებასაც გეგმავენ. დღეს ცნობილი გახდა, რომ მათ მწერლებიც შეუერთდებიან. მიმართავთ ხელისუფლებას და ვთხოვთ, რომ დაიცვას ჩვენი ქვეყნის ისტორია, ჩვენი ქვეყნის კულტურა. საყდრისის ტერიტორიაზე სამუშაოების მიზნით კომპანია RMG-ის ლიცენზიის ვადა 31 დეკემბერს ამოეწურება. არ არის გამორიცხული კომპანიას სამუშაოების გაგრძელების უფლება გაუხანგრძლივდეს. და ეკო მაგრაძე მუშაობდა დღეს ამ თემაზე. ეკო პრემიერის კომენტარი საყდრისზე დღეს პარლამენტშიც აქტუალური იყო. როგორ აფასებენ დეპუტატები მთავრობის ხელმძღვანელის განცხადებას? ნაციონალურმა მოძრაობამ პრემიერ-მინისტრი ამჯერად საყდრისზე გაკეთებული განცხადების გამო გააკრიტიკა. საპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ხელისუფლებასთან დაახლოებული პირები გარიგებაში იმყოფებიან კომპანია RMG-სთან და ისინი ამ კომპანიის საქმიანობას საკუთარი მიზნებისთვის იყენებენ. პრემიერის განცხადება განსხვავებულად შეაფასეს მმართველ გუნდში. თქვენ აპირებთ, რომ უფასოდ გაუგზავნოთ ამ ორგანიზაციას ლიცენზია. რატომ ბატონებო? იმიტომ ხომ არა, რომ სწორედ ამ უფასო ლიცენზიის გაგრძელების პირობით მიიღო საყვარელმა დეიდაშვილმა უჩამ ამ ოქროს საბადოებში წილი, როგორც ამბობენ. სწორედ იმიტომ ხომ არა, რომ ბიძინა ივანიშვილის პირადი ინტერესია უკვე ჩადებული ამ კომპანიაში. დავასაქმოთ ხალხი ისე, რომ ჩვენი კულტურული ძეგლები გავანადგუროთ? არ ამგონია, რომ პრემიერს ესე ეთქვას, ან ამას გულისხმობდეს მისი პოზიცია. ეკონომიკისა და განვითარების სამინისტროს მიერ არ ყოფილა გაცემული ნებართვა აფეთქებითი სამუშაოების წარმოებაზე. ესეც რა თქმა უნდა კითხვის ნიშნებს ბადებს და ვფიქრობ, რომ შესაბამისი საზამხედველო სამსახურები უნდა ჩაერთონ უკვე და პროცესი შეაჩერონ. დღესვე პარლამენტში ჩავარდა ნაციონალური მოძრაობის მიერ მომზადებული დადგენილება, რომლის მიხედვითაც ოპოზიცია საყდრისზე მიმდინარე სამუშაოების შეჩერებას მოითხოვდა, ხვალ კი საკანონმდებლო ორგანო ამავე საკითხთან დაკავშირებით თავისუფალი დემოკრატების მიერ მომზადებულ დოკუმენტს განიხილავს.